რა ქვია, არ ვიცი ეს ფსევდო ტელევიზია ტელეკომპანია კავკასიის სტუდია სპექტრი სტუბარი გახლავთ. არ ვიცი, ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ. იგი, რა ვიცი, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრის სქემა აღმოაჩნდა და სწორედ აი ამ სქემის დეტალებზე სალაპარაკოდ მოვიწვიე ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი ბატონი ნიკა მელია და ნიკა, გულწრფელად გეუბნებით მე სიმპათიურობდით როდის და რა ვიცი, ეს ვფიქრობდი რომ რაღაცა ესე ვთქვათ ენერგეტიკა რაც ქონდა და მე მახსოვხართ მაშინ ძველ შენობაში რო ვიყავით თქვენ იმ რაიონის ის იყავით გამგებელი და პრინციპში რა ვიცი აი კარგი მენეჯერული და ლიდერული თვისებები ქონდა და მე რა ვიცი ახლა პირველად რო იყავით ჩემთან სტუმრად მე გიჩვენეთ კიდევაც რომ დამოუკიდებელი ცურვის ესე ვთქვათ ჟინით შეპყრობილი ყავით. ნუ ვარცნებაა რომ თქვენ ხართ ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი და ეს ძალიან კარგია რომ დამთანხმდით დღეს ჩემთან სტუმრობას. მე რა ვიცი ახლა უღარს არ ვიტყოდი და სიამოვნებით მოვიწვევდი კახი კალაძეს ნაცმოძრაობის შტაბის დირექტორს და გაგერკვიათ. გასარკვევია საერთოდ ახლა სერიოზული პოლიტიკური ბრალდებები არის თქვენ წინააღმდეგ და ღიადაც ამბობენ რომ ნაცმოძრაობა ძალადობას აპირებსო. აპირებ თუ არა ძალადობას თუ რაიმე ნიშნები არისო ნიშნებია. მე მართა მე მამათქოს ვიცნობ, მეგობრობ, მასთან რამდენი წელი არის და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და არ ვიცი, იცით, აი მართა გაურებულ მდგომარეობაში. შეიძლება თქვენც არ ახართ საქმეში და სადღაც რაღაცები იგეგმება. ნიკა, ეს არის სერიოზული ბრალდება. ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რომ ძალადობით რევოლუციის მოწყობას თუ რაღაცას გაბრალებენ და აი თქვენ როგორც შტაბის უფროს რა ფუნქციები გაკისრიათ, აი რა დავალებები გაქვთ და რა დავალებებს აძლევთ. და აი მის მიხედვით ეგება განჭრიტოთ ჩვენ მაყურებლებმა, მეც მათ შორის იქნება თუ არა ამ ფუნქციებისა და დავალებების მიღმა გამოიკვეთება თუ არა ძალადობის ნიშნები. ეგება ამით მაინც ახსნათ, მე მართა ვერ წარმომიდგენია დღეს აი დღევანდელი საქართველოს პირობებში რომ თან არჩევნებზე რომ ძალადობა. ერთხელ დატრიალებულ პლასტიკა არ დატრიალდება, მეორეჯერ ეს ცნობილი ამბავია. ფარსად მეორდება ყოველთვის გამეორება. მითხარით და მადლობა რომ გვესტუმრეთ და მადლობა. ნუ რა პასუხი უნდა გავცე ახლა მთელ კოჰორტას ამ ქართული ოცნების რომლებიც უკანასკნელ დღეებში შეხმატკილებულად საუბრობენ ერთი და იგივეს. დაიწყო ერთ-ერთმა ახალმა სახემ ძალიან სამწუხაროდ ქალბატონმა მერე აყვა რამდენიმე დეპუტატი სამწუხაროდ და დღეს დააგვირგვინა ბატონმა ივანიშვილმა რომელ დესტაბილიზაციაზე რომელ რევოლუციაზეა საუბარი მთელი 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სამწუხარო რა გახავთ იცით ბატონო დავით რომ მთელი 4 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იწილო გვესმის მთელი 4 წლის განმავლობაში გვესმის რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებს რევოლუციას და უნდა მოვიშოროთ ბიზინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა ემზადება ივანიშვილის დამარცხებისთვის ოღონდ მხოლოდ საარჩევნო ურნებთან და არაერთხელ გვითხოვს ჩვენ ამის შესახებ და ვინმე რამეს თუ აპირებს დამიჯერეთ მე როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე საქმის გულში უნდა ვიყო ხელისუფლება თავიდანვე შეცდა და დღემდე უშვებს მიუტოვებელ შესტომებს როცა მას აპრიორი მიაჩნია თავისთავი ოპოზიციის ოპოზიციად მას არ მიაჩნია რომ იგი არის ხელისუფლებაში თუ კი რაიმეზე საუბრობს ბატონი ივანიშვილი ნომინალურად შინაგასაქმეთა მინისტრი ღებრიშვილი რომელიც ერთხელ თქვიდა გავიმეორებ კონცერტში არის უბრალოდ გაუმჯობესებული ვერსია ბატონ ჭიკაიძესი ისიც გვაბრალებს საბურავებს არა გაუმჯობესებული ვერსია რა ადამიანი რომელიც უბრალოდ ნომინალურად არის შემსრულებელი იმ ფუნქციის რომელიც მას აკისრია რას ვაპირებთ ვერთო ჩემო რა გეგმა გვაქვს ნაცვლად იმის რომ საუბრობდეს ხელისუფლება და დღის წესრიგს თავაზობდეს პოლიტიკურ სპექტრსაც და წინა საარჩევნო ამერიკაშობა გუში ხო შემოგთავაზა არა დავასრულებ თუ შეიძლება არა საუბრობდეს თუ რას გააკეთებს ის საზოგადოებისთვის როგორ დაძლევს სილარებას როგორ დაძლევს უმუშევრობას ესე თქვენ თვითონ ამის ნაცვლად მთელი დღის წესრიგი ბატონი ივანიშვილი პირდაპირ გეტყვით ახლა ბატონი ივანიშვილი უკეთეს ვერ ვინატრებდით საარჩევნო პერიოდში ვართ უკეთეს ვერ ვინატრებდით წმინდა არჩევნების თვალსაზრისით ვიდრე ივანიშვილის საუბარი რასაც აკეთებს უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ეხლა ვხედავთ
როგორ ურთიელ ბრალდებებში არიან ბატონი ივანიშვილი და რესპუბლიკური მთელი პარტია. და მთელი მათი ასე ვთქვათ 4 წლის სამზარეულო გამოაქვთ სააშკარაოზე. მაგრამ ავიწყდებათ რომ ქვეყანას უნდა შველა და ძიმე ეკონომიკური კრიზისია დასაძლევი. ეხლა ჩვენ რა 8 ოქტომბრამდე უნდა უსვინოთ ივანიშვილს, აი მან ეს თქვა, ამან ეს თქვა. ნიკა შეიძლება ეს ტაქტიკური სვლა, მაგრამ აქ ბრალდება არის თქვენს წინააღმდეგ. ბრალდება ბატონო, შეიძლება ისეთი რაღაცა დაგაბრალოთ, მაგრამ ამ ბრალდებას დამტკიცება ჭირდება. ჩვენ განახლებული მართლა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავდაბლობის გარეშე და მაპატიოს თუ ვიღაცა კადნიერებაში ჩამოთვლის და ზედმეტ ასე ვთქვათ ქედმაღლობაში მართლა ვგრძნობთ უპირატესობას ქართულ ოცნებაზე პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მომკარით, მაგრამ ვგრძნობ ნებისმიერ ქართული ოცნების ასე ვთქვათ თავარი ვინც ყავთ ეხა ლიდერთან მიმართებაში ჩვენი ასე ვთქვათ სიის პირველი ასე ვთქვათ რომელი 20-ეული გინდა და 10-ეული გინდა გადახედეთ შეადარეთ ქართული ოცნების როდესაც ამხელა უპირატესობა გვაქვს და ჩვენ წამს ჩვენი და გვჯერა ჩვენი ძალების ხელისუფლება რომელმაც ოპოზიციაში ყოფნისას მოგვიგო არჩევნები 2012-ში ხა ჩვენ ოპოზიციიდან რა უნდა გავუკეთოთ ხა ივანიშვილს მაგრამ ეს სიმოთა გითხრათ ვერ ხვდები რაში ჭირდება ივანიშვილს მაგრამ მარტივი ახსნა ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას აქვს მარტივი გამოსავალი ზოგჯერ და ასეთ შემთხვევაში დაგვაქვს საქმე უბრალოდ ივანიშვილმა რაინეზე ხონდა ისაუბროს ოდესაც 1 საათი პირდაპირ ეთერშია და საუბრობს ხა იმაზე რაზეც საუბრობდა ხა გახსოვთ რომ კამერები დააყენეს ვიდეო კამერები რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე როდესაც ხალხი იცავდა ტელეკომპანიას ხო და იქ იგეგმებოდა რაღაც საბურავების დაწვა მერე დაგვაბრალეს მსგავსი ბრალდებით გამოირჩეოდნენ არა ერთხელ და ერთხელ მაინც გამოიძიეს ეს საქმე მაგრამ რა თქმა უნდა კი ბატონო გააგრძელონ ამაზე საუბარი ჩვენ ვისაუბრობთ ხვალინდელ გეგმებზე თუ რას ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში უბრალოდ საწყენია რომ ადამიანები ამ ქვეყანაში მათ შორის ჩემ სოციალურ წრეშიც ძალიან გაწმილებულები არიან 2012 წლისთვის აბსოლუტურად სხვა ხედვა ქონდათ და განწყობა ქონდათ ივანიშვილის მიმართ და დღეს ხედავთ რომ ადამიანი უბრალოდ 24 საათის განმავლობაში ჭორაობს. ეხლა ესო შეუდის საქმე და ამიჯერეთ ოცნება იქნებოდა ძალიან წარმატებული ადამიანი ხარ რას უყუროთ ბატონი ივანიშვილი ეხლა როგორ გაჭორავს მთელ რესპუბლიკურ პარტიას მე გადავა იქ ყოფილ თავის კოალიციაში შემავალ ყოფილ წევრებს ისაუბრობს ხედვებზე ისაუბროს როგორი ეკონომიკური გეგმა აქვს ისაუბროს იმაზე თუ რატომ გაიზარდა საჯარო სამსახურებში 14000-ით საჯარო მოხელეთა რაოდენობა ესე სუიზდება და იზდება აი ხა ნახეთ 100 არა ნახეთ ბატონო დავით 101000 საჯარო მოხელე მუშაობდა 2012 წლისთვის დღეს აი ხა ვიდრე საუბრობთ პატივცემულო ტელემაყურებლებო ქვეყანაში ბიუროკრატიულ აპარატში არის 115000 საჯარო მოხელე ანუ 14000-ით მეტი ჩემს სამსახურში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი ერთ-ერთ სამსახურში 400 თანამშრომელი იყო დღეს არის 600 აი 200-ით მეტი ერთ სამსახურში მერიაში 1300 თანამშრომლით მეტი მუშაობს ვიდრე მუშაობდა ასე უგულოვოს მერიაში ეთყობა რაიმე ამ ხალხს წარმოვიდგინეთ 14000-ით მეტი და ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს. ნიკა ფინანსები რამდენი მიდის იცით ამას 15000-ზე? მილიარდ 200 მილიონი. ცანდი პროგრამა 457 მილიონი ლარით მეტი იხარჯება ქართული ოცნების ბიუროკრატიულ აპარატს. ეს არის ფაქტი. მოვწონვართ ჩვენ საზოგადოების რაღაცა ნაწილს არ მოვწონთ ეს სხვა საკითხია. უბრალოდ ფაქტებით ვისაუბროთ, ხო? 457 მილიონი ლარით მეც ხარჯავს. ქართული ოცნება არა ხელფასებზე, არამედ აი პრემიებზე და დანამატებზე. ვიდრე ეს იხარჯებოდა 2012 წლამდე და პენსიონერებს 50 ლარით გაეზარდოს პენსია, ჭირდება 420 მილიონი ლარი. ჩვენ გამარჯვების შემდეგ, როცა ვამბობთ, რომ აუცილებლად გავზვდით ნოემბრის თვეშივე 50 ლარით პენსიას, რატო არ ვამბობთ 150 ლარს, რატო არ ვამბობთ 300 ლარს, როგორც ხდება, არარეალისტური იქნებოდა ეს როგორ ითქვა, ხო? ზუსტად ამას ვაპირებთ, რომ მილიარდით უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ასე ვთქვათ ხარჯი. ნუ თბილისის დედაქალაქში ხან მერიაში 1200 თანამშრომელი მეტი რატო უნდა მუშაობდეს? ვიდრე მუშაობდა უგულოვოს მერიაში და ვაღიარებ
მე ერთი წელიწადი ვიმუშავე თაწმის გამგებლად და იყო გაბერილი შტატები, ხო არ ვამბობ რომ არისო, გადაბერილი არ ყოფილა, გაბერილი ნამდვილად იყო, არც ამდენი იყო მაშინ საჭირო, მაგრამ დღეს მივიღეთ იმაზე 1200-ით მეტი და პლუს 14,000-ით. ხო და ამაზე უნდა ისაუბროს იმაზე თუ ხვალ რომ ვიღაცამ მავანმა ქართულ ოცნებას სხვა მიცეს, რაც დაპირდება ქართული ოცნება. მაგრამ ასოთ ამისავ ხედავთ ერთი და იგივეს ასე თქვათ კი მაგრამ ეხლა ძალიან სერიოზული ბრალდება თქვენს რა ვქნა ბატონო დავით ეხლა მე რო თქვენ გითხართ რომ იარა გითხართ ეხლა აი იარა გითხართ იარაღს ხედავთ თქვენ გიდებთ ეხლა ზურგს უკან კი ჩვენ ტელეკამერიანი ჯარისკაცები ვართ არა არის არა იარაღით ხართ ბატონო დავით ეხლა ცელსასროლი იარაღით ხართ მე ეხლა ხედავ რომ ხე ხართ როგორ ბრალდება ნუ არა ანახეთ მაყურებელს რომ იარაღით ხართ მაშინ იცით რა არის მოსთხოვეთ და მაშინ ფაქტები მოსთხოვთ საარჩევნო ურნებთან ბატონო ერთხელ და ორჯერ დაგვაბრალეს დღეს ბატონო ჭიკაიძე სადღავთ დანიშნული არ დაგავიწყოთ უშიშროების საბჭოს დივნის მოადგილეა და თავმჯდომარე ვინ ყავს ის თავდაცვის მინისტრი რო იყო არის ახლა მას ასეთი შეუძლია ასეთი ადამიანები არის სავსე ეცა დიდი ბოდიში რა იქ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი ვიღაცა საერთოდ ყიდულობდა საბურავებს იფიქრეს და მე აღმოჩნდა რომ ვიღაცამ შეიძლება 200,000 საბურავი რატო იარაღს ხედავ თქვენს ჯიბეში იმართეთ თავი ხა არ ვიმართებ ვიდევს იარაღს როგორ უნდა დავამტკიცოთ აბსურდზე როგორ დავამტკიცოთ რომ აბსურდია გარდა იმისა რომ საარჩევნო ურნებთან ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის რომ მოხდეს სრული მობილიზაცია ამორჩევლების და ივანიშვილი გადავიყვანოთ ოპოზიციაში გასულია აბსოლუტურად საღი აზრის ჩარჩოებიდან ივანიშვილი და საოცრებაზე ამბობს ეს ერთი ბოლო საოცრება გითხრათ თურმე ესე იგი ტელეკომპანია გვარამიას თავად აუტვირთა ჩაუწერია მისი და ბუჭოდეს საუბარი და აუტვირთავს მერე სააგენტოს რომელიც არის ნუ აი როგორ გითხრათ რეპორტიორი ვინც კი იცის არის პირდაპირ მიბმული სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ასე თქვა ინტერესებთან და რუსეთიდან არის ანუ რუსეთში აიტვირთა ერთ-ერთ ვებგვერდზე და ზუსტად 5 წუთში აიტვირთა რეპორტიორზე და ახლა გამოდის ივანიშვილი ერთ-ერთი დეპუტატი სესიაშვილი გამოვიდა კიდე ვიღაცამ ხო ღარამიამ ატვირთა თავად და თუ ატვირთა თავად ხელისუფლებაში არიან დასაჯონ მაშინ კარგი აი მარტო სასაცილო მდგომარეობაში ვარ ეს ყველაფერი არის ინტელექტის კომპეტენციის ნაკლებობის და ხედვის არარსებობის ბრალი რომ გქონდეთ სხვა თემაზე სასაუბრო აი ახლა შტაბის უფროსი ხარ ახლა ის მართა კომპრომატი რომელი მაგისა კაის სატელეფონო საუბრო რა იყო კომპრომატი აკავდა რა მე და თქვენ რამდენი ამაზე გვისაუბრეთ სატელეფონო არა სატელეფონო კავშირის დროს მე და თქვენ წუთნახევარი ვისაუბრეთ მე ეს არა ჩვენ ერთად ერთხელ საბჭოს ერთი ორჯერ დაგირეკედა და აკავებული ვარ რომ შეხვედრები მაქვს მე მართლა მინდოდა თქვენი მოწევა და არა მე არ მერიდება კაცო ეს არა რას საუბრობ რა იყო დანაშაულის ნიშნები იყო არა იქ პარამიასა და თქვენმე ვერ გამიგეთ ბურჭუაძეშორი დანაშაული იყო ის რომ აიტვირთა უკანონო და უსმენო ბურჭუაძესა და არა ეთქობა მე და თქვენ ვერ გავუგეთეთ რა მოხდა ეს კი რა არის იცით ამას პოლიტიკური დატვირთვა ქონდა ამის გამოქვეყნებას და ეს აშკარად ვიღაცის ინტერესებში იყო. დასავლეთ ვის ინტერესებში? აი რბილად რომ თქვა ნაციონალებისა არ არის უფრო ქართული ოცნების ინტერესებში იყო დისკრედიტაცია ამისი პაატა ბურჭულაძეს და ვიზას მიაღწევს. თქვენ ხო არის მაგურებს ეჭვი ეყარება რომ დღეს კი არა დღესაც სატელეფონო საუბრები ისმინება იმ განსხვავებით რომ ინტენსივობა არის მაღალი და ხარისხია გაზრდილი თუ ისმინებოდა სიტყვაზე 100 ასე თქვა სატელეფონო საუბარი პირობით ტელეფონ დღეს ისმინება 200 300 და მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომლის ხელმძღვანელიც არ დაგვაუწყეს გახავთ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ბატონი გომელაური გომელაურს მეტი რა ფუნქცია შეიძლება კონდეს აი ამიხსენით თუ შეიძლება გარდა იმისა რომ უზრუნველყოს ივანიშვილის უსაფრთხოება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ვერ და არ ზრუნავს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გომელაურმა სამწუხაროდ როგორ უნდა იზრუნოს და შედეგად ხედავთ რა უბრალოდ დევნა ოპოზიციური პარტიების მათ ლიდერებზე არის ნადირობა და გაიქცათ სადავეები ქალაქში დედაქალაქში სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს პრაქტიკულად კვირა არ გავა რომ შუაგულ ცენტრში ახალგაზრდა არ დახვრიტოს
და ამის ასე ვთქვათ გამოსასწორებლად რა ხალხს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მასიური იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება. ჩვენ ვიხილეთ აქამდე წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროსაც ხსმენია ბევრჯერ იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების შესახებ, მაგრამ არასოდეს არ გვინახავს ამის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეო მასალა. ჩვენ ეს ამის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეო მასალა ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთმა ოჯახმა გადაიღო მეტი რა უნდა იქნა ამ ოჯახს, გადაიღო მთელი 2 დღის განმავლობაში იწერდნენ სახლის ასე ვთქვათ პირობებში ვიდეოს, რომ აპირებენ შემოსვლას და იარაღის ჩადებას. მაგრამ ყველაზე საგანგაშო იქ რამე ნიშნა, იცით ბატონო დავით, როდესაც აი სპეცნაზი მიუვარდა ამ კალაძისა და არ ვიცი კიდევ ვისი დავალებით, ოჯახის წევრებმა დაუშვეს და იქ ისმის ჩანაწერში, რომ კარების მიღმა სპეცნაზე კი არ დგას, რომელიც თუნდაც უკანონო ცდილობს იარაღით შეუძლოს. მკვლელები ეგონათ. დღეს ჩვენ იქამდე მივედით, რომ ამ ოჯახის წევრებს პატარა ბავშვის თურთ დედით, მეუღლით, ეგონათ რომ მკვლელები დგანან. და ეკითხებიან რა ვიციო მე რომ თქვენ სპეცნაზელები ხართ. მეს მინახე ეს კადრები, ნიკა 3 წუთი დამშრა. და აუდიო ჩანაწერი ვიხილეთ ასევე. აუდიო ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა ფარულად ჩაწერა პოლიციელი, რომ პარასკევ დღეს ხომ უთხრესო რომ ქვეყნინა გავიდესო. პარასკევ დღესო და აი ხა 2 თვით ჩაჯდებაო და გამოვა. აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ და როდესაც მაგალითი გვაქვს კორცხელის, ბატონო დავით, სადაც ხა იქ რო არ ყოფილიყავი, კიდევ შეიძლება ასეთი აპლომბით ვერ მესაუბრო. ხო, ყველაფერი დავინახეთ ჩემი საკუთარი თავი და ყველაფერი ვიგრძენით ჩემ თავზე. ადამიანი ხა ამბობს რომ ჩვენ ვაწყობთ დესტაბილიზაციას, არ გვაწყობთ ძლიერი პოზიციიდან ვართ. კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ეხლა ჩვენ გავმიჯდოთ რა, ესე იგი ძალადობას საუბრობთ თუ მოსმენებზე და მიყურადებაზე. აქ ერთი ახლა არც ქართული ოცნება იყო, ეს ქართული ოცნება, მე ქართული ოცნება ანგელოზები არ აღმოჩნდნენ, ჩემ დასაუბედროდ, მე მარტო გულუბრილოდ ასაკში ვარ გაზე და მეგონა რომ იმდენი დაიქადნეს რომ ესენი გააკეთებენ და ქვეყანა შესულენ. არ აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი ესე თქვა დიდი ტყუილი შემოგვდენს. ფაქტი რა არის, იცი? 2012 წელს ნაცმოძრაობაც იგივე საკეთებდა. მაბატონი გია ხუხაშვილის და იმის საუბარი გია შევიდა ხუხაშვილი თუ ის ღარიბაშვილი შევიდა გია და საუბარი პირდაპირ ყველა არხმა გაუშვა. იყო სულ შვებდით თქვენ. სულ შვებდით თქვენ არა ნუ შენ არა ვიხარეთ რომ წინა ხელისუფლების დროს რა თქმა უნდა სამწუხაროდ ხდებოდა. მაგრამ ეხლა მეტიც ხდებოდა და მithავს და ეხლა ვიტყვი წასაგები იყო ის არჩევნები 2012 წელს. ჩვენთან ეხა მე 2013 წელს შევარდი ჩვენ ბევრ მეგობრებთან ეს შევჯერდეთ ორივე ძალა პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ მარცხით არაფერი არ წააგო ჩვენ გავთავისუფლდით მედროვეები შეიძლება გავთავისუფლდით დავიწმინდეთ მაგრამ ქვეყანა ნამდვილად წააგო ნაცვლად უკეთესობისა უერესობა მივიდა ნაციონალურ მოძრაობაში ვინც არ ვარგოდა და ვინც მედროვე იყო გადახედეთ ქართული ოცნების სიას და მაჟორიტარულ ასეთ კანდიდატებს მეც არ გეტახმებით მაგრამ ნიკა მოიცა რა შევჯერეთ ეთერში ის რეკლამაზე უნდა გავიდე აქ ერთი და საზოგადოებამ წააგო აი ქართულმა საზოგადოებამ მე ღმერთი ჯული არავის მომხრე არა ვარ არც ერთი პარტია არ მეხატება გულზე არ მომწონს არა ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს საზოგადოებამ წააგო უყუსლით გავდივარ 2012 წლისკენ დაუბრუნდით იმიტომ რომ ის სისტემა რაც მიშას დრო შეიქმნა ის სისტემა მოირგეს ამათვა და რასაც ისაკეთებდა იწერდა ესენიც იწერენ ნუ გიყვით მაგრამ ჩვენი მეგობრები ჩემიც დაპირება მთავარი ერთ-ერთი ასევე რა არის კი ბატონო არა საკმარისი კონტროლი იყო ძალოვან სტრუქტურებზე რა თუნდა ამას საუბარ ამაზე ეხა დავა როგორ შეიძლება მე დაგიწყოთ თქვენ არ ვიქნები გულსფერი უნდა დაუგდე ეხა კუდს თუ გადაარქვევ სუს დაარქვევ რა პრობლემა შეიცვალა ესა გადაწყდა ბაბათეეს დიდი ბოში ახალგაზრდა კაცი ხარ ზემონიკა და ისა მე ვიცი რომ თქვენ მაშინ ნაციონალებთან არიყავით ესე თქვა იდენტიფიცირებული მე რამ გაგაკეთე დავიცი მაგრამ კუდში იცით რა მოხდა სენსაციას გეტყვი თუ ჩემი არ აგჯერათ შეგიძლია კუდში მომუშავეთა 68%-მა ქართულ ოცნებას მისცა. კი ბატონო, რას გეუბნებით? დახურული უბნები, საარჩევნო უბნები ნაციონალურ მოძრაობამ 2012 წელს წააგო და წასაგები იყო ის არჩევნები. ყველაფერს თავი დავანებოთ. 9 წელიწადი რო ხარ ხელისუფლებაში, იღლება ამორჩეველი შენით. კი. შეცდომების და გადაცდომების ვარ ქონოდა. მაგრამ არჩევნები იმისთვის არის მოგონილი, რომ
ხან მოიგებ, ხან წააგებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩატარდებოდა არჩევნები საუკუნეში ერთხელ და ვინც მოიგებდა მთელი 100 წლის განმავლობაში იქნებოდა. კი, გეთახმები. რეკლამაზე გამიშვით და 60,000 სამუშაო ადგილით მეტი გვაქვს დღეს თუნდაც ვიდრე 2012 წელს ამას ამბობს მთელი ქართული ოცნება. ხა 60,000 სამუშაო ადგილი რო დაეკარგათ, ესეც დაცინვა იქნებოდა, ინდა გაცილებით მეტი დაიკარგა და ეს ადამიანები ამბობენ რომ 60,000-დან მეტი სამუშაო ადგილი გვაქვს დღეს თუ ვიდრე 2012 წელს. გეგმა მე შორს ვარ იმ აზრისგან, ბატონო დავით, რომ ივანიშვილს, კალაძეს, არ ვიცი ვინც დარჩა, არც არიან ადამიანები რომ ჩამოთვალე, არ მახსენდება, კი ბატონო ბესელია, კოლბახიძე, ვინ არიან კიდევ. რომ არ უნდოდეთ საქმის კეთება. ნუ თუ ესე სიამოვნეთ რომ აკრიტიკებს ყველა პრაქტიკულად. თქვენი დაწყებული, ჩემი გაგრძელებული და ავი. უნარი არ აქვს, არ შეუძლია. მე რო ეხლა მაგალითად თქვენ რო ეხლა იარაღი გიდევთ უკან. ხო, მიდევს. ამ იარაღის გასულა არ შემიძლია. ახო, რო დაშავოთ ვერავაწყობ, არ ვიცი. ბატონო დავით. ნიკა რეკლამაზე გამიშვით. უნარი არა აქვს. რეკლამაზე გამიშვით. საკეთებს ესაა მთავარი. ამიში რეკლამაზე და ოფიციალურად მოგბართავ აგერ, თქვენ გაბრალებენ ძალადობას გამოიყენებთ. მეც გაბრალებთ, ხა რომ იარაღი გიდეთ და თავს ატვარი მართ. ეჭვ ახლა მე ვიზახი მიდევს მეთქი აჰა. მაგრამ თქვენ ოფიციალურად წესით. ოფიციალურად ვინ 20 წლის განმავლობაში რეკლამის შემდგომ პასუხი 58 თვის განმავლობაში თითქმის სხვა არაფერი უკეთებია ივანიშვილს. დღეს თქვა რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა 10 კაც შეიყვანს პარლამენტში 10. ესე იგი 6% უნდა ვიღოთ. გუშწინა კვირას იძახდა შოკის მონგრელად ასე ვთქვათ გამოჩნდა ადამიანი შოკში ვარო დღესაც 300,000 კაცი უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას და რაჭირს ამ ხალხს 300,000 დღეს თქო 10 კაცი შეყვავს თურმე კერძო კაცი რა სიტყვის მაგას ნუმერაციას ეხლა ოფიციალურად კამპანიას აწარმოებს ივანიშვილი ახა ესა ახა მეთქენ იგა ბატონო არა ეცავს იმან რა ქვია ხო სერიოზულად გეუბნებით სუბარმას თქვა ეს ამბავი მინისტრმას თქვა შუგოშვილმას თქვა კიდე ვინ არა თქვა ფაქტურად ყველა ამბობს ამას დავანებოთ ბიზნეს თავი გაზვის კერძო კაცი არა რასაც უნდა იმას და იმას იტყვის მაგრამ ოფიციალურად შტაბის უფროსი ხართ თქვენს პირად იმად უნდა მიიღოთ თუ თვლით რომ ქცილს გწამებენ ოფიციალურად თუ და ის საკნად სილისამება ესა თუ ამას 2014 წლის არჩევნებზე ცილსამებენ სანდრარულოსაც ეხა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდაო და 2014 წელს კანდიდატი როდესაც ვიყავი თბილისში მთელი კამპანია ქონდა ქართული ოცნების ასე ვთქვათ იქ რაღაცა ხელდასმით შექმნილ სააგენტოებში რომ ნიკამელია ზონდერი იყო და ეს არ იკმარეს და მე მამაჩემს მიდგნენ რომ მამაჩემიც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა რა ასეთ ბრალდებებს ეხლა რა უნდა უპასუხო ვერაფერს ვერ უპასუხოთ რეკლამაზე გამშვით მე მინდა უბრალოდ ოფიციალურად გითხრათ ხალხო დამერწმუნეთ ის არა ძალიან ბევრი მომსწრე ვარ და როდის მე მალე ალბათ პენსიაზე გამიშვებ შეფი და დავწერ ყველაფერს ერთ-ერთ ეპიზოდს მოგიყვებით ხალხო ეს საშინელება იყო ეს 2008 წლის ინაუგურაცია სადღაც 200-დან 300,000-მდე კაცი თოლში ყინვაში ვიღავით იპოდრომზე თქვენი 200,000 იმიტომ რომ მე თავად გახდით 2008 წლის იპოდრომზე 200,000 ნამდვილად არ ყოფილ თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იყო შემიჩათვრით ხო და მათ ხვევინებეთ კი მე იქ ნახეთ თქვენ მამა თქვენთან ერთად მამა თქვენ ჩემი მეგობარი არის რა ვიცი ახლა რას თავი მახსოვს ანზორისთან აი კარგის მეტი და ვისაც ჩემთან რამე გაუჭირდება ყველა ანზორისთან მიმყავს და მათ ძალიან კარგი ადამიანი ანზორი და ნიკა მელიები იქ ნახეთ და აი მაშინ ფაქტობრივად აი ვინც კი ის იყო რა ვიცი აი პროტესტანტი ადამიანი ყველა იქ იყო და კი ბატონო დღესაც ვამბობ ბატონო დავით რატომაც მე იქ ვიყავი იმ დღეს ეპოქა უნდა დამთავრებული ვიყავი მე დღესაც ვამბობ რომ რა იყო ჩემი მოტივი რატო ის იყო ძალადობა იმიტომაც ვიყავი 2008 წელს მაგრამ ის ადამიანები ვინც შეკრიბა და ვინც იყო ლიდერი და მე არ მინდა როგორ დაიგინე ოპოზიციის არარსებობამ რომ გადაჭეხა და პირველ რიგში დათული სამსახური გაუწია წინა ხელისუფლებას და მთელი პოლიტიკური სპექტრი რო გაიყიდა არ მინდა ეხლა დავასახო გვარდასახელები და ერთი წამი წარმოვიდგინეთ დღეს ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა რო ვაყოფილიყავთ ოპოზიციაში აი ერთი წამი წარმოვიდგინეთ ჩვენი არსებობა ეხლა თუნდაც ძალიან ცუდად განწყობილი ადამიანი ჩვენს მიმართ არის რეკლამის შემდგომ გავაგზავნოთ ქვეყნის განვითარებისთვის რა თქმა უნდა არის პოზიტიური მოვლენა ასიანი რეკლამები მოგვივიდა და გვიდებით გავაგზავნებთ ამ თემას მაგრამ მე კიდევ ერთხელ გიფიქსირებ თუ თქვენ არ მოგწონთ მე მაშინ მართა პატივისცემით არა თქვენ ძალადობა არ მოგწონდათ მაშინ მეც არ მომწონს ძალადობა
მათ არ მომწონს. არც ერთის მხრიდან მომწონს და არც მეორეს მხრიდან და ამ ისტორიულ ეტაპზე ხო არ შეიძლება რა მოწყობილ იქნას და აი დაასაბუთეთ ან დაუმტკიცეთ ან მოსწრებს პროკურატურა შეიყვანთ არის საჩელი წელის სამებისთვის რაცა უნდა აი იმოწმება რეკლამა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდგომ გაიცეთ პასუხი ჩემს ბრალდებებს რეკლამა ასე ხალხო ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონი ნიკა მელია და რა ვიცი ახლა 9 საათია დაჟინებით ვეუბნები რომ თუ კი მსგავსი არაფერი ნიშანი არ არის რაღაცა მოითხოვეთ რა თუ გინდათ გნებავთ არ გნებავთ ანუ ირიბად მაინც რაღაცნაირად ხარდაჭერას უცხადეთ იმ ბრალდებას არ ვეღარ ამ ბრალდებას გინდათ თუ არა როგორ შეიძლება ხა გითხარით შეიძლება ყველაფერი დაგაბრალოთ ენა ძვალი ხო არა აქვს ყველაფერი დაგაბრალოთ ხა ჩვენ ბოდიში და ხა ამ ცრუ და დამცინავ და უკვე სასაცილო კომიკურ ვალდებებს შევეჩვიეთ სამწუხაროდ 4 წლის განმავლობაში როგორც ჩვენ ასევე მთელი საზოგადოება შანტაჟითა და დაშინებით არის დაკავებული მთელი 4 წელიწადი ხო რომელი ერთი გავიხსენო ხო თქვენ მობილური თან დაგავთ ხო სულ ეხლა თქვენ გულახთ აი მოდით გულწრფელი კითხვა და ვარვათ ეთერში კი ბატონო თითქოს არ ვართ ეთერში თქვენ გულახთ ეხლა უფრო მიიჩნევთ რომ ჩემი სატელეფონო საუბრები ისმინება თუ არ ისმინება უნდა ისმინებოდეს ისმინება რატო ისმინება რატო და ეხლა ბაბადე რა ადამიანება ამიტომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორც პოლიტიკური პოლიციის ფუნქციების მატარებელი რომელიც რომელმაც გააღრმავა დანაშაულებრივი ქმედებები რასაც კუდი ჩადიოდა წინა საარჩევნო განსაკუთრებით ვაღიარებ ხო ამას უყურებთ არ ვიყავით პოლიტიკაში ჩართული იმაში მაგრამ ხა გვერდიდან ხო უყურებთ როგორც საჯარო მოხელი ამ ამბავს მთელი ოტო ანუ ოპერატიული ტექნიკური ასე დეპარტამენტი ვინც უსმენს ოტოს ეძახიან შემოკლებით მთელი ეს სამსახური აი მომარჯვებული არის და უსმენს ვის არ უსმენს ხო რამდენი ჩანაწერი გავცადოთ და ეხა თავში ვახსენეთ რა უნდა უპასუხოთ ცინიკურ ბრალდებას როდესაც გავცოდა საუბარი ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიის დირექტორსა და პოლიტიკურ ასე ვთქვათ ლიდერს პოლიტიკოს შორის და ამას ეხა აბრალებენ გვარამიას და ყველაზე დიდი უბედურება რა იცით რომ სუს მათი ეს საუბარი კომპრომატად მიაჩნია აი კომპრომატი გონიათ ეს ეხა რამ თქვენი და ქაბატონი ნინოს საუბარი რომ გასაჯაროდეს რომელიღაცა თემაზე შეიძლება შოქში ჩავარდეს ნაწილი საზოგადოების ქალბატონი ნინო ჯანგირაშვილი და ბატონი დათო აკუბარდია სახში რაზე საუბრობენ წარმოიდგინეთ შეიძლება ჩემი და ჩემი მეუღლე ჩემი და მამა ჩემი და დედა ჩემი საუბარი რომ გავრცელდეს თქვენ შოქში ჩავარდეთ მაგრამ ამიტომ არის პირადი სივრცე ამიტომ არის საჯარო სივრცე შეიძლება კომენტარი გავაკეთო ჩემი ბავშვის ნათლი არის სიგოდ ბასხარაშვილი რა დაგაწვა ახლა ის იყო რა როგორ გითხრა ნაციონალების მხარეს გადავიდა და რა ვიცი ბავშვობა ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო 57 სკოლაში ისტორიკოსი სიმონ მასწავლებელი ისტორიკოსი სიმონ მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი 3-5 კაცია საქართველოში აი მართა მეტრები და მატრიქსია სიმონი და ეცი რა არის ახლა აი ჩვენ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა მათ არ კაცო იმ დროს ახლა ნუ კარგი რა ისინი 2012-მდე მათ ხვევინე ეცას საინტერესო ფაქტს გეტყვი ნუ დისტანცირებული ვიყავით მაგრამ როცა რაღაცა შეპეან რაღაცა ხდებოდი და ყველაფერი და მოვიდა ჩემთან რალი იყო მაგრათა და წაბოდიო ნინოსთანავ და წავედით სახლში ჩემთან ხო და ნუ მე და ნინო ლექცია ჩაუტარეთ რომ ძალადობის ის არის ტრესტი და კანტორა დაც მოძრაობა და ეს უნდა დამთავრდეს და რაღაცა და ძალიან 3-4 საათი ვისაუბრეთ თილას მირეკავს ნიკა ოფიციალურად გეტყვი ამას აი მანქანი წავიყვანე ეგ ახლოს ხოლმე ჩემთან და საიდან გაიგო ანუ მერაბიშვილი არა და მობილურების უყველა შემოსასვლელში დავტოვეთ სამივე და იცი რომ აი ყველა დეტალებში მოუყოლია ანუ მერაბიშვილი და უჩხუბია რომ რას დადიხარ მაგათა დააშენე გვისმენდნენ ჩვენს გვისმენდნენ გასაგებია არ ვარ ამ შემთხვევაში დასმენებული ვარ დღეს თქვენ ისმენენ და ნორმალურია ეს ის იყო განვითარების ის 8 წელიწადი იყო ქვეყნის განვითარების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ამას რატო გიხარ თავისი კარგი და ცუდი მათქვენ კარგი ახლა დავანებოთ ამ კარგებს არა მე თავას გეუნებით რა საშინელება რა მოხდა იცი მე არ მინდა ახლა პოლიტიკური ბრალდებებით წაუყვანო ქართულ ოცნებას მაგრამ პრინციპში იცი რა არის
იგივე მეთოდებით დაიწყეს მართვა. პრინციპში ნაციონალები მართვენ. მართვენ. დეტალებში ხო და ეგ საშინელებაა მეთქი, კაცო, მე არ მომწონს. მართ არ მომწონს. არ მაინტერესებს, იცი არც ნიკაკო არა მე, არც ის ბანიროა. არ შეიძლება იცი ეგეთი რაღაცების იმათ რა კომპრომატა და რაღაცა და გამომზევრა. სიბინძურია. და სიბინძურეს თუ ქართული ოცნება აკეთებს, ისეთივე სიზღს გამოიწვევს, რა სიზღს გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში ნაცმოძრავის აქციებმა. შეიძლება ეგ ცუდია. მე მინდა ეს ქართული ოცნების მე მაიცოდნე ჩინოვნიკებმა, რომ არ უნდა იკატრო 23 დღე შეაყარეთ კიდევ ცერცვი გამოდის ლისტავზე სახარება რო ვიკითხოთ იგივეა. რა უნდა ვუთხოთ? არ მიაჩნია და რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებთ როდის. უნდა მიაჩნიათ, არ მიაჩნიათ რომ პრობლემა არის ქვეყანაში. არის პრობლემები ის ვაწელიწადი თავისი ცუდი, კარგი იყო ქვეყნის განვითარების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მოვიდა ახალი ხელისუფლება და უნდა ყოფილიყო მომდენო განვითარების ეტაპი. ამათ რაც კარგი იყო ის უნდა გაერძელებიათ და რაც მართლმანკიერი იყო, ის უნდა შეეჩერებიათ, მაგრამ განავითარეს. თქვენ არ მე არ ჩემ სოციალურ წრეში ჩემი ოჯახის წევრებს მამა ახსენეთ, ხო? ეხა ბიძინა ივანიშვილს ასე თქვათ უჭერდა მხარს როგორც მესიას, დღეს არის ჩემზე მწვავე ოპოზიციური განწყობების თვალსაზრისით და მისი მთელი სამეგობრო და მისი მთელი ასე თქვა სოციალური წრე, რომელიც მახსოვს, ხო, 2012 წლის 1 ოქტომბერს აღნიშნა სახში ქართული ოცნების გამარჯვება. ვიცი ეგ ისტორია 10,000-ობით ასეთი ადამიანია, ვინც გუშინ გულგატეხილები ვართ, გულგატეხილი არ ქვია ამას. მოთხოვნა ქონდა საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ნაციონალურ მოძრაობამ როგორც პარტიამ 2012 წელს მარცხით კი არ წააგო, მოიგო. მაგრამ ქვეყანამ წააგო. რატომ მოიგო? თქვი ერთხელ, როგორც მგელი ასრულებს ტყისთვის ტყის სანიტრის ფუნქციას, შედის დასნეულებულ ცხოველებს ჭამს, არ გაიხსნას და არაქოთ აყროლდეს ტყე. ასეთი ფუნქცია შეასრულა ქართულ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. ვინც არ ვარგოდა ვინც მართლა არ იყო ღირსი იმისა, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ნაწილი მნიშვნელოვანი გადაიყვანა ქართულ ოცნებაში სხვადასხვა რგოლებში მუშაობს. ეხლა საჯარო სამსახურების ასევე და დეპუტატებად წარადგინეს. ეხლა ბატონი ენუქიძე არის რაჭაში, მე მგონი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ქართულ ნაციონალურ მოძრაობის პირობებში. ან მაშინ რა გაუკეთებია, ან ეხლა რატო დანიშნეს, ხო? იგივე გზით წავიდა, როდესაც მაჟორიტარი გამოიწვია დებატებში ის არა. მე ვკითხე, ერთ-ერთი ქართული ოცნების და დავუწევი. სხვა შეს კარგი იდეა, იცი რომ კახი კალაძე და თქვენ რომ დაждდეთ და მოიჭხრიკოთ ერთად. რა პროგრამა გაქვს შენ? რა პროგრამას ემსახურები? მე რას ვემსახურები? რა დეპუტატი გინდა ამ პროგრამის შესრულება? ჩემი დეპუტატი ეგეთია შენი ესეთი რატო? არა მგონი. მე ბატონო ვარი რომ ვახსენე ერთ-ერთ მაჟორიტარის, ერთ-ერთ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში და ოსახილი ხალხო ჟიჟილოშვილთან სტუდიაში ვიყავით და ისიც ჩაერთო მე საუბრობ და ვკითხე რომ ბატონო გოჩა დღევანდელ ქართულ ოცნების მაჟორიტარულ კანდიდატს რომ მოიგო ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს თქო თქვენ დარჩებოდით სად იქნებოდით თუ არა და რა მითხრა კიო მიპასუხე ვინ გოჩა არის ეგეთი დღეს ყავთ ქართულ ოცნებაში და რამდენი ესეთი იყავთ რამდენი ნაციონალური მოძრაობის ნაციონალურ მოძრაობის დუბლ შემადგენლობაა დღეს ქართულ ოცნებაში ოღონდ იმ ნაციონალურ მოძრაობის რომელიც ვამაყობ რომ აღარ არიან დაბალი რაგის არა ვამაყობ მართლაც ვამაყობ და გუნდი რომელიც მიგვითითებს ჩვენ წინა წლებში დაშვებულ ასე ვთქვათ მძიმე შეცდომებს და მართალია და კი ბატონო დანაშაულებს რომელიც ჩაიდინეს რიგმა საჯარო მოხელეება ეხლა არ უნდა გქონდეთ ამისი მორალური ფორმა რატო იცით ეს არის გუნდი რომელმაც ბედუკაძეს მარტივად რო გითხრათ უთხრა რომ შენ ხარ კარგი კაცი და სისხლის სამართლის საქმე შეუწყვიტა და აი ეს არიკმარა და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა ეხლა არ მივიღებ ეხლა არც ბატონი კალაძესგან არც ივანიშვილისგან ასეთი რამე გააკეთა მაგრამ რა თქმა უნდა მიაჩნდათ რომ ნაციონალურ მოძრაობა როგორც პოლიტიკური გაერთიანება 2013 წელს გაქრებოდა მეცაც გეტყვით ეხლა 2013 წელს როდესაც ივანიშვილს უყურებდნენ როგორც ანუ არ ვიცი რო ეთქვათ რომ ეს აი ჭიქა არ არის და არამედ არის ივანიშვილს რო ეთქვა არის მაგალითად არ ვიცი რა ხა ტრამვაი რაღაცა ნაწილი დაიჯერებდა იმხელა ავტორიტეტი და იმხელა ესეთი რეპუტაცია ჰქონდა ხო მაგრამ ჩამოიხსნა ეს ნიღაბი ივანიშვილმა და ეხლა
მიაჩნია მას, რომ რა ავტორიტეტიც ჰქონდა 2012 წლამდე იგივე ავტორიტეტით სარგებლობს და მადლობა ბატონ ივანიშვილს, რაც მეტად გამოჩნდება 8 ოქტომბრამდე იგი სატელევიზიო ეთერში, მით უკეთეს გულახდილად თქმა შეიძლება არ უნდა ვამბობდე, ვერ ვინატრებდით. გაახი ჩემონიკა. გალითხრათ მე. აი, რა გინდა 40 წუთია ვსაუბროთ. აი, ერთ წავსედაც დიდი ბოდიში 11-12 წუთი დავჭერ. მართლა საქმიანი საუბარი მინდა გავაგრძელოთ. აი, მე თავიდანვე ეს გთხოვე და ეგება მოვასწრო და ეს 11 წუთი ამაზე ვისაუბროთ. მართლა მაინტერესებს ოფიციალურად რა დაფინანსება აქვს ნაცმოძრაობას, შემოწირულობა რამდენი გაქვთ და აი როგორ ნაწილდება. მე სერიოზულად გეკითხები, იცი რა არის? მე ერთი კვირის წინ დავდივარ, იცი ახლა ვაჭრებს ორჯერ ნაციონალების იმას რა ქვია შეხვედრას დავესწარი. კოორდინატორებს რამდენს უხდით? ან პარტიის წევრები როგორ მუშაობენ, როგორ მოძრაობენ, დაფინანსება აქვს თუ არა? საინტერესოა ეს ამბავი. შტაბში სულ რამდენი კაცი ხართ, რამდენი ვოლონტერი ყავთ, რამდენი ყავთ დაკირებული. საინტერესოა იცი ეს. ჩვენ ახლა არის დეტალები მომისგანაც. არა, რა თქმა უნდა, კონფიდენციალური მეც არ მაინტერესებს. ოფიციალურად დაფინანსება რამდენი? არაერთად თავაზე წავიდეთ. პარლამენტის კანონებით ყველა პარტიას ეძლევა რაღაც ესეთი ხო დაფინანსება. რამდენი გეძლევა? პირდაპირ გეტყვით. აი, ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს. ბიზნესზე საუბარია, ჯერ ბიუჯეტი და რამდენი მიიღეთ. ჩვენ, ანუ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძალიან დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რომელიც მაქვს უკანასკნელ თვეების განმავლობაში ამომრჩევლთან. მართლაც მჯერა, რომ ჩვენ დავაკომპლექტებთ მთავრობას ოქტომბრის თვეში. აი, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც, ვიღაცისთვის აღძრავს ასე ვთქვათ, ჯერ არ არის ეს ბოლომდე განაიტრებული გეთახმებით რაღაცა შიის, ჯერ კიდევ ვიღაცა გველოდება ძალიან უკვე ხელისუფლებაში. აი, ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები დაფინანსება. ხო და რამდენი გაქვთ ოფიციალურად ბიუჯეტიდან დაფინანსება? ჯერჯერობით გვაქვს, ჩვენ გვაქვს რიგითობით ვართ მე-4. წარმოიდგინეთ. რატო ხართ მე-4? გეუბნებით ახლა ისეთი პარტიები როგორც არის. გახი ეს ვითხარით, ქართულ ოცნებას რამდენი აქვს დაფინანსება? ქართულ ოცნებას ახლა ვითხარით, მართლა არ ვიცი, კაცო. არ და ახლა ბოლოს არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება აუდიტის სამსახური დადევს არა, ბიუჯეტიდან შემოწირულობას პატანხა, ხო, ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან რამდენი შემოწირულობა? შემოწირულობაზე მე ვისაუბროთ. ბიუჯეტიდან რამდენი? კვალიფიციური სუბიექტის მქონე ასე ვთქვათ პარტიას, თუ ავწდები, მათაც ასე ვთქვათ დაახლოებით 2 მილიონი ლარი აქვთ წლის განმავლობაში. და თქვენ? ჩვენც დაახლოებით ასეთი წლის განმავლობაში. ო, 2 მილიონზე მეტი არა გაქვთ. ასმელობა, ესე ცოტა გაქვთ, კაცო. და არჩევნებზე არ გეძლევა და ეს ამორჩევას ნაკლებად აინტერესებს ახლა ბატონო დავით. ერთ წელს რა მე არჩევნებზე? არითმეტიკულად არ იძლევიან არჩევნებისთვის თანხებს? ანუ რაც არის როგორც კვალიფიციური სუბიექტის ხო, როგორც კვალიფიციურს გეუბნები. არჩევნების შედეგის მიხედვით იმაზე მეტი ხა რა თქმა უნდა არის ასე. აი სო ნიკა მე ეს არ ვიცი მეთქი და კაცო. ეს ნაციონალური ქართული ოცნების ხალხი მემალება სხვაჩვენ ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ოფიციალურად ფეზე არა ვარ გაბრაზებული კაცო მასწავლე ერთი დიდი მეგრელი რო ყავს იმის განათების მინისტრი მე მართლა ძალიან მეწყინა მთელი დღეს განათების მინისტრი რო შეჯელა ის რა არის მინისტრი ხარ და მე მოგიწვია თქვენა და პასუხის არ მაღირსე და ძალიან მინდა შეგეკითხოთ თქვენ შევო ბატონო მინისტრო ზედანი არის თუ არა ვწდები დირექტორი იმისი ილიას უნივერსიტეტისა და არ არის ეს სწორი იცით რომ სწავლა ჯერ არ დაწყებულა და ეს ინსტიტუტის დირექცია თუ ვინ არიანი არ ვიცი ოფიციალურად თხოვეთ წინასწარ გადაიხადეთ სწავლის ფულიო სტუდენტებს და ყოველ გადაცილებას 50 ლარს უმატებთ ეს რა იდიოტობაა აი მინისტრი ხარ და მოიძიეთ რა ეს მსგავსობა აკრძალეთ იქა როგორ შეიძლება სწავლა იწყება ოქტომბერში და 15 სექტემბერს თუ არ გადაიხდით ყოველდღიურად 50 ლარი გემატებათ ესე 25 სექტემბრისთვის 500 ლარი უნდა მოემატონ სად გაგონილად ჩრდილოეთ კორეაში ვართ მე გაბრაზებული ვარ უცვლად გეუბნები თუ ესეთი შარაშკინა კანტორა გინდათ რომ იყოს საქართველოს განათლების სამინისტრო მე ნამდვილად არ მინდა სტუდენტს რო კაცი პროცესს დაუწესებს გაჯობა და რკიანობა აღშფოთებული ვარ უცვლად გეუბნებით რა და გარკვიეთ ეს საბავი და აკრძალეთ თქვენ გაქვთ უფლება რომ ეს იდიოტობა იმ ზედანია თუ რა კანტორა ეს ილიას უნივერსიტეტი აიგზავნოს როგორ შეიძლება სტუდენტის წველა კაცო თან 15 სექტემბერს რა არის ეს რა კაჭობაა ნიკა აი ესევი არ მომწონს აი ეს იდიოტობა თქვენმა მერიამ რომ სიტი პარკს ჩააბარა ეს ახალი მერი ტრაბახობდა რომ აუგზავნაო და არაფერი დათარეშობს ეს სიტი პარკს არ გინდა ამას საუბარი ხო კი ბატონო მოყევით სიტი პარკია ის რაც დედაქალაქში ხდება ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ
სოციალურ პრობლემებზე, გადამულია ყველა ერთმანეთზე. დღეს თბილისში რა კოლაფსით შეიქმნა და გამწვავდება ეს ვითარება და ამაზე საუბრობთ ჩვენ ძალიან პარალიზებულია ხნის განმავლობაში საუბარი. ნუ ამას ეხა მართლშელა უნდა წინავე შემთხვევაში ვერ წახვალთ მოვა დღეს სამსახურიდან სახში და პუნქტიდან პუნქტზე ვერ მოდის ხალხი. რატო? იმიტომ რომ შენებას უნდა გარძელება. ის გვირაბი რო აშენდა და უშუალოდ 4-5 რო აიგო 2 ხიდი, იმას უნდა მიუმატო. დღეს რითი იმართებს თავს ბატონი ასე ვთქვათ ნარმანია დღეს განცხადება წავიკითხე, რომ განტევების ვაცი რაში ნახა რა რიცხვში 200,000 მანქანაში. ანუ 200,000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მეტიაო დღეს თბილისში, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ რა გააკეთა იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავებულიყო. მეც ასე ვთქვით, ვიცი ზუსტად რა არ გააკეთეს. შეჩერებულია დღემდე შემოვით რკინიგზა. დღეს დარწმუნებული შემილია მართლა ვიტყვი, ვიცი რაშიც აი მართლა თავს დავდებ და აი ეჭვიც არ შემეპარება, ვინაიდან მართლა დიდი ხანი ვიმუშავეთ ამაზე განსაკუთრებით 2013-2014 წლის განმავლობაში ხელგამოღადვრით ვეხვეწებოდით, რომ არ გააჩეროთ, განაგრძეთ 15 ხიდი და 8 გვირაბია აშენებული და უამრავ მილიონებია დახარჯული. შემოვიდეთ რკინიგზაზე. 253 მილიონი ევრო. ვიცი, ნიკა ეს შორს არ იქნებოდა ოფიციალურად პრეზენტაცია. სასტრაფოს ნიკა სახალხოს აგვიანდება. სერიოზული პრობლემა ჩაჭედილი საცობები. აღიარებ պետք იყაცო ვიცი მე 5 წუთი დამჭა. მართლა მაინტერესებს რა. აი კოორდინატორები, იდეინიკები არიან თუ ხელფასეზეა თქვენთან. მოდი გეტყვით ბატონო და ეს კომისიის წევრებს ხელფასი ენიშნებათ მე როგორც ვიცი CS-გადან. გეტყვით. და თქვენ რაიმე ეს მაინტერესებს საკითხები რა. რა თქმა უნდა, ჩვენი რაც აგიჟებს ახლა ბატონი ივანიშვილი, რაც მართლა აგიჟებს. ჩვენ ახლა მას მოწონს არ მოწონს, ჩვენი რა თქმა რომ მართლა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალურ მოძრაობას, ნუ ახლოსაც ვერ მოვა ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ანაზღაურებადი იყოს ყველა კომისიის წევრი და ანაზღაურებადი იყოს კოორდინატორები. ნებაყოფობით მუშაობენ. ნაწილი რა თქმა უნდა არჩევნებს ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში აბსოლუტურად იქ დროშა უნდა დროშა ჭირდება ბანერი ჭირდება კომუნიკაცია გასაგებია მაგრამ ჭირდება გამიჯერეთ დღეს შედარებით 2014 წელთან სადაც მე ვიყიდი კენს და ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა თბილისში და რა განწყობები იყო ეს განწყობები არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ძალიან დიდი წვლილი ამ განწყობების შესვლაში, რა თქმა უნდა, არ მოვიტყოთ მიუძღვის ივანიშვილს. იმიტომ რომ 14-ში ჯერ კიდევ ჯეროდათ, აი რომ დავდივდეთ კამპანიას. თემაზე გავაგზავნებთ. ამიტომ მივაყენებთ შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია კამპანიაში ენთუზიაზმით და მათი მთავარი мотиваცია არის რომ ივანიშვილი ოქტომბრის თვეში იყოს ოპოზიციაში. ესე იგი თქვენი კოორდინატორები რაიონებში იდეინიკები არიან? ვითხრათ ეხა მათი ოფიციალურად ქირაობთ თუ არ ქირაობთ? აი არის სეგმენტი რომელსაც ხა ძალიან დიდი ასე ვთქვათ ფუნქციებია და მძიმე ფუნქცია აკისრიათ არჩევნების განსაკუთრებით 3 თვის განმავლობაში და ელემენტარულად გადაადგილების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფთ მათ. ეს რა თქმა უნდა ხელფასი ხმამაღად ნათქვამია ხა მაგრამ ძირითადი ბირთვი რა თქმა უნდა ენთუზიაზმით არის. გახით მაშინ ერთ შეგეკითხებით აი საშუალო თბილისში აი თითო რა ოლქში რამდენი კოორდინატორი ყავთ ამის სტატისტიკა გეკნებათ ახლა სულს ეცოდინება და თქვით რადგან იმათ მაიციან ხო ვიცით ერთ მაიცი გელვაც იცის დაახლოებით თბილისში რა თქმა უნდა ყავს 8000 ადამიანი. რას მელა ამდენი ყავს 8000 ადამიანი 14-ში ყავდა 14-ში ყავდა 3000. ეხლა მეტი ყავთ 8000 ადამიანი რომელიც აქტიურად ჩართული არის მხოლოდ თბილისში თბილისია საუბარი ძირითადი პრობლემა თბილისში 720 7 ხა შემოგვიერთეს მარტყოფი მაგალითად თბილისის ანუ მარტყოფი ირჩევს თბილისის მაჟორიტარს ეხლა კაი არა მარტყოფი ის ქალაქთან ამგზავრებითა 740 ვაზიანი 740 უბანე საარჩევნო ხო ამ 740 საარჩევნო უბანზე რახან ასე გაინტერესებდა ესე იგი 100-მდე ყავთ თითო დაახლოებით რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ 8000-ია. ნაცებს კოცებს რამდენი ყავთ ეს? ვერ გეტყვით. მე გეტყვი გაწო ზეპირად. კოცებს რა ყავთ გეუბნებით? სამჯერ მეტი ყავთ თქვენზე. 14000-ით მეტი მუშაობს საჯარო მოხელე ვიდრე ჩვენ დროზე. ეს 14000 მიგვირეთ ხართა საქმეს აკეთებენ. მე გეუბნები მეთქი რა, აი 300-ზე ყავთ თითო. ერთი სტადიონი გაიგა, დინამო სტადიონი გაივსო 2012 წლის არჩევნებამდე თორსები 2 კვირით ადრე. გადაიტანა დინამო სტადიონი.
და რა მოხდა ნაციონალიზმმა წააგვარჩენილი. ამიტომ წუთში უკან წააგაქცევა დაიწყეს სუბრები და პარტერები და მას ანუ ის თქვენ სატელევიზიო ენაზე რომ კაცინკა რომელიც ჩანს იქ ეთყობათ ბატონო მობილიზებული მიყვანილები ეს უნდა დამთავრდეს დამთავრდება აი სხვა შორის რა არის და მე ჩვენ დროსაც იყო ნიკა მომასრებინე რა მე მართა მაინტერესებს თავის უფროსი ხარ დგას თქვენგან ბევრ ამას გაიგებს ადამიანი კიდე ერთხელ გეუბნები თქვენ იზახით რომ უარს ვამბობ წარსულზე სუფთად ვიმუშავებთ კოცებმა არა ნაცების სიბინძურები აიკიდეს თვითა და გაშანტაჟებენ და გამანამავისად რა გამონათებენ რომ მოძალადები იქნებიან ესენი არც ერთი არა აი საზოგადოების თავარი არის რომ ვისწავლოთ გამოცდილება შევიძინოთ და ამიტომ გეკითხებით 8000 კაცი ცოტა ნამდვილად არ არის მე ესეც მაინტერესებს ბარეგა ახლა მაშინ ზონდერები ყავდა უფრო ძალოვანები იყვნენ ნაცმოძრაობისა ხაშურის საშინელება ჩაიდინეს აი ესეთი აი მოკრივეები თუ მოჭიდავეები და ესეთი კანტორის ხალხი ყავთ თუ არა ყავთ ოფიციალურად მითხარით აი მე ეს ფრთას ეძახიან ამას მე ჩემთან მიმართებაში ეს კითხვა განსაკუთრებით ოფიციალურად ვით რომ არა ყავს ხობაში ადამიანი რომელიც ახლა დასვის გარეშე დავდივარ და კორცხელში ნახეთ იქ რაც ხდებოდა ის საშინელება იყო მე არ მომეწონა ის აზიზდა ახლა ეს კარატისტები ის მოჭიდავეები და სხვა სპორტის სახეობის ასე ვთქვათ მუტანტები ბოდიში და სპორტში სუპერა უნდა ამდღარიყავით საპროტესტო დამჯდარიყავით ესე მწყრივში და გათავდებოდა ვერ დაივეცი ჭუბებდა და მარტივი პასი კაი გამახსენდა ახლა კორცხელი რა აბა ეცავს დიდი ბოდიში რა 2090 ეს 9 აპრილს რა მოხდა იცი გენიალური რაღაცა გაკეთდა აი ის რუსი ჯარი რომ მოადგა რუსთაველზე აი სულ ყველა დავჯეთით იცი და ძალა იხმარეს დამჯდარიყავით იმ კარატის ეს მოჭიდავეები რომ მოდიოდნენ იერიშით ისედაც ხო გაბაზდნენ ისინი მაგრამ სულ თავი მოეჭერებოდა თქვენ რას თავაზობთ ეხლა რომ აი მაშინ ესე ორგანიზებულად უნდა დამდგარიყავით და დამჯდარიყავით ეთერში თქვენთან ვიქნებოდი სტუმრისადოსით არა მე შევეცოდეთ მე ვიქ დამჯდარიყავ კურთვაგარი ტიპები აი ბატონ დავით ის ვინც დიახ ფიქრობს რომ მსგავსი ძალადობრივი ასე ვთქვათ მეთოდებით არჩევნებს მოიგებს ის ყოველთვის აგებს ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასე იქნება ეხლაც და რატომ უნდა იყოს ისიც რომ შემდეგი ხელისუფლება რომ მოვა სათავეში ორჯერ მაინც დაფიქრდეს რომ როდესაც შენ თავში ჩაახლა პოლიტიკოს ამით არჩევნებს კი ვერ მოიგებ წააგებ და გაშასები ჩვენ ნიკა აღარ ერთი პოლიტიკური კაი ბატონო კაი ერთი ფრაზა რა შანსები გვაქვს ჩვენ და რა შანსები აქვს ქართულ ოცნებას იხილეთ იგივე კორცხელის შედეგები იგივე გურიაში ნასაკირად და ერთ შეკითხვასაც დაგისვა მაშინ მოუგეთ ჩვენ უკვე არჩევნები კი ბატონო სხვა შორის იმას უსმენდი პეტრე მამრაძეს ისე გამახსენდა და ზიამონებით მოგიწევდი პეტრე რა ვიცი ძალიან გამიხარდებოდა და რა მოყვა იცი სხვა შორის ეს ბიზნესმენს მინდა რომ გაიგოს თუ უსმენს საერთოდ მე როგორც ვატო უსმენს ეს რა ქვია, როდესაც ბანკი გაანადგურა იმან ეს საბანკო სისტემა და ეს ყველაფერი მიშამ, აი მის ქართული ოცნების, მაშინ ერთი აი 30 ჯერ მოუწოდე ხალხს შევიტანოთ ესენი მეთქი თანხები და გავხდეთ აქციონერებია თუ რას ეძახიან ამ ქართული ოცნების. და იმას რა ქვია, პეტრე მამრაძეშვილს უთქია ეუთოს თუ ვიღაცის იმას წარმომადგენელს, რომ ის 28000 კაცი მივიდა ის და ანგარიში გახსნა ქართულ არაერთხელ მათქვევინე რა და ეს მოყვა პეტრემ რომ აი ეს ეუთოს დამკვირვებელს უთქვა წაგებული აქვს მიშასავა ისეთი ენთუზიაზმი გაქრა ეს ენთუზიაზმი მე მინდა ნაციონალური მოძრაობა ბოლო თვეების მიხედვით 2012 წლამდე რა თქმა უნდა ნუ ხე ვინც ოდენავ მაინც ერკვეოდა პოლიტიკაში გამორიცხული იყო არჩევნებში გამარჯვებისთვის მიეცია ასეთივე მდგომარეობა დღეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. კი ბატონო და ერთ შეკითხვას დამამთავრებინე და ორი წუთი დავჭა. პასაჟისი ბიზნეს ევანიშმა რა თქმა უნდა მოუგო ნაციონალურ მოძრაობას რიგი დააყენა მილიარდელმა საკუთარ ბანკთან. აი გამაგებინე რა იმიდა რა ქართული ოცნებები და გაქცეულმა იმ გიჩმა 10 მილიონი როგორი შოვა და თქვენ დაფინანსება მაგდენი არ მიგიღიათ მე მგონია ბიზნესმენებისგან არა? რომელი 10 მილიონი მივიღეთ ბატონო და არა იმათმა მიიღეს მეთქი გიჩმა მიიღო 10 მილიონი. ნუ გაიგო ეს ყველაფერი საიდან მიიღეს როგორ მიიღეს? ეგეც დეტალებია თქვენ რამდენის მოლოდინი გაქვთ. გიჩით ფინანსურად? ეხლა თქვენზე არ გამომაცხადებინოთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ. ფინანსურად გიჩით?
ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა. შაგიკეტა? ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ყოფილიყავით მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ნახოთ, აი, ყოველ შემთხვევაში არჩევნების შემდეგ ხო დაფიქსირდება რა. ივანიშვილმა რაც გააკეთა, შეგახსენეთ ამ მარჟვეულ ნოტაზე დავამთავროთ. იმიტომ მე მუშაობდი მაშინ იუსტიციის სამინისტროში, ძალიან საინტერესო ამას აუცილებლად მოყვება განვითარება მომდენო წლებში. 80 მილიონი გახსოვთ თქვენ, არ შევიხოთ როგორ არანაირად, მაგრამ გახსოვთ რომ ჩარიცხა, ხო და დაარქვა ამას ნებაყოფლობითი ჩარიცხვა. ამ 80 მილიონიდან 20 მილიონი იყო წასული სახელმწიფო ხაზინაში. და მოსვლიდან თუ ავსდები 21-22 დღეში ეს 60 მილიონი საკუთარ ანგარიში ხო გადაერიცხა. 20 მილიონი ლარი დაიბრუნა ხაზინიდან იუსტიციის სამინისტროს ანგარიშზე. და იუსტიციის სამინისტროს ანგარიშიდან მერე ისევ ჩაერიცხა ოღონდ არა შვეიცარიუს ანგარიშზე, საიდანაც თავის დროზე ჩარიცხა 80 მილიონი. უკან როდესაც იყო საუბარი, უკან უნდა ჩაერიცხა ბიძინა ივანიშვილისთვის 80 მილიონი. არის რვა და არ ჩარიცხა რატო ისეთ კონვერტაციით კარგავდა და ჩაარიცხია თუ არ ვწდები პროგრეს ბანკის ანგარიშზე, კალაძის ბანკის ანგარიშზე. ამ და სხვა საკითხებზე, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა რბილად ვთქვათ, მოუწევს ივანიშვილს ძალიან მალე. ეხლა თქვენ რაღაცები ხო გაიგეთ? არჩევნების შემდეგ ხო გაიგეთ 2012 წელს, რომ აი ეს რამდენიმე სუბიექტისა და ადამიანის მიმართ აი ეს რა გაუკეთებიათ. რაღაცა დაიჯეთ, რაღაცა არ დაიჯეთ. აი ამ კალამს ვერ გააგდებიებთ ხელს რამდენიმე პროკურორსა და გამომძიებას რომელსაც ნუ გამომაკიდებინებ დეტალებს. მე ვიცი რომ ამ კაცმა ადგა და ეს 90 თუ 100 მილიონი კახეს გადაურიცხა, დაპირდა და გადაურიცხა დაზარალებულებს. გამოვიძიებთ ყველაფერს, დაბიჯერებ მომავალი, მაინც დემოკრატიისა და ესე ვთქვათ, გასნილი თავარი არის და ვასრულებ, თავარი არის, რომ არჩევნ დღეს წელს იყოს ისეთი არჩევნები, სადაც ვიღაცის ჯინაზე ვიღაცას ხმას კი არ მივცემთ. ან პირიქით, როგორც იყო ყოველთვის ბოლო არჩევნებში. ისე რიგა ვართაგევნები, ტექნიკური საკითხი მაინტერესებს, ჩემ ბუღალტერი არ მინახია, ჩემ ბუღალტერი ჩემთან არ მუშაობს. თქვენ ოფიციალურად შემოიტანეთ კავკასიაში ისა და თანხა რეკლამისა? მე კი არ ვიცი, მართა არ ვიცი. თუ რახან არ ვიცით, ეთქვა არ შემოვიტანია. ესე იგი, თქვენს ლეიბორისტები ძუწები ყოფილიყავთ. ლეიბორისტებმა წაიგეს 100.000 რუსთავიორში მიიტანეს. არ ვიცი, მიკვირს, ეს მართა არ შემოვიტანიათ რეკლამა? ეს ორი ძუწი პარტიამ ლახია. არ ტრიალებს თქვენს ბადეში სარეკლამო? თქვენი, მე მგონი უფასო ტრიალებს. უფასო თუ როცა ფული ატო გადავიღოთ. მართა არ ვიცით, ეს უნდა ვკითხო ბუღალტერს. მადლობა, ნიკა, მართა კარგი მოსაუბრე ხარ. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები, რომ აი ის როცა გათავდება არჩევნები, ოფიციალურად მოგიწევ და ის მასში თქვენ ხო ჩააბარებთ რა. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გვიდებით. გამჟღავდება თქვენ ეთერში, თქვენ გადაცემაში. კი ბატონო და ნიკა ბატონო, აგერ აქედან 100-ში რეკლამა არის და ჩემ ამ ზღოლმა მითხრა, რომ ამ კაცმა 100.000 ჩარიცხაო თავის დროზე ნაცმოძრაობაშიო და ეხლა ქართული ოცნებიდან ყიფიმებს ეგ. აი მეგრული გვარი აქვს, აი აქ მოედანზე. ხო და არა, ის თქვა მინდა, იცი შევამოწმე, ვიცი ბეჭკარება. გადავამოწმოთ ერთად, ესე იგი, მაშინ ვინ გაძლევდათ თანხებს დაფინანსებას და ეხლა რამდენი გექნება დაფინანსება და ის ავტორები, ვინც ადრე გაფინანსებდნენ, ვინ დააფინანსეს, საინტერესო იქნება. აწარმოებს საქართველოს ფარგლებში. შეღავათიანი პროცენტი, როდესაც სახელმწიფო იხდის. ერთ-ერთი ღვინის კომპანია, რომელსაც სახელმწიფო შეღავათი მისცა, მაგრამ ღვინის კომპანია ადგა და 400.000 ჩაურიცხა საარჩევნო შტაბს. ამდენი ჩაურიცხა? თუ ამდენი თანხა გარყვენით, ნაცემა გარყვენით ეს ქართული ოცნება. მადლობა რომ გესტუმრე, მე ვთვლი რომ არა, მე მართლა ვთვლი რომ კარგია რომ თქვენ მოხვედით, ასევე ძალიან გამიხარდება თუ იგივე ქართული ოცნების შტაბის უფროსიც თავის ესე ვთქვათ შეფასებას დაუფიქსირებ ქართულ საზოგადოებას. კი ბატონო, მე ვთვლი რომ ქართული საზოგადოება მოიგებს, რომ ყველაფერი იცოდეს მან. მადლობა. ამას ვემსახურებით ჩვენ. დაგველოდეთ საინფორმაციო შემდგომ დაგიანონსებთ ენძელა მაჭავარიანი, მარიამ რამენაშვილი, ასმათ ყაბლაძე და დეპუტატების კანდიდატი ლეიბორისტებიდან და ხო და თამარ კობერიძე, თავისუფალი დემოკრატები და მეორე ბლოკში აკაკი ზოიძე გვეყოლება და ირაკლი აბესაძე. მადლობა ხალხო, ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. Thank you.